სტუმრად გყავს ბატონი ბესო ქუთათელაძე, რომელიც ჩამოვიდა ზუსტად ამ აქციებისთვის უკვე მეორედ ესე გამოდის. ბატონი ბესო ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეც არის, ასე ვთქვათ, და მისი სტატუსი არის კრიმინოლოგიისა და სამართალწარმოების სრული პროფესორი ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის, სხვათა შორის მოგესალმებით ბატონი ბესო და სხვათა შორის იმიტომ ვთქვი, რომ რამდენადაც გავიგე და ვიცი, მარკო რუბიო დღევანდელი სახელმწიფო მდივანი თქვენი ასე ვთქვათ უნივერსიტეტის პროფესორია. ჩვენ ფაკულტეტზე 20 წელია. ჩვენს ფაკულტეტზეთან, ხო? ამერიკის თემას მინდა მაინც რომ ვისარგებლო შემთხვევით და შევეხოთ, ოღონდ ჩვენი საუბრის მეორე ნაწილში და მოდი დავიწყოთ საქართველოსი. თქვენ გუშინ ჯერ მოკარე თვალი ერთ აქციაზე, მზიამაღლობელის მხარდამჭერ სოლიდარობის აქციაზე, აგერ უკვე 36 დღეა, რაც მზია შიმშილობს და ის მარტო არ არის ამ საშიმშილო პროცესში, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც მისი მდგომარეობის გამო მასზე შევტკივა გული და განვიცდით. საღამოს უკვე გნახეთ დიდ მსვლელობაზე, რომელიც ძალიან შთამბეჭდავი იყო თავისი მასშტაბების გათვალისწინებით. ჩვენ ვართ ესეთ რთულ ფაზაში შესულები, როდესაც აი ამ განგრძობად უწყვეტ აქციებს თავისი დატვირთვა და მნიშვნელობა არ დაუკარგავს და ამის პარალელურად ყველა არის მოლოდინში სანამდე მივა ეს ყველაფერი, რა იქნება ის წერტილი, ის გარდატეხა, რომლის იქითაც უფრო კონკრეტული კონტურები გამოჩნდება იმ მიზნების რეალიზების, რის გამოც ეს აქციები დაიწყო. ეს არის ახალი არჩევნები, პოლიტპარტნიორების გათავისუფლება და ახალ პირობებში ამ არჩევნების ჩატარება. თქვენი ჩამოსვლის მიზანი, мотиваცია და პირველი დაბეჭდილებები საქართველოში. მადლობა გიორგი მოწვევისთვის, ჩემი თანადგომა ქალბატონ მზიას, ყველა რეჟიმის პატიმარს. რა თქმა უნდა, შორიდან რომ ამას უყურებს, ეს არის ძალიან რთული. თითქოს და უკეთესად ჩანს თუ რა გვაქვს დასაკარგი. საქართველოში რო ჩამოვიდივარ, ზოგჯერ მიჩნდება მის განცდა, რომ შევეგუეთ გარკვეულწილად ახალ მდგომარეობას და რაღაც იქნება პრინციპით არსებობს საზოგადოების კრიტიკული მასა. ამერიკიდან ეს უფრო მტკივნეულად აღიქმება, იმიტომ რომ ფაქტიურად მზია არ არის ერთი ადამიანი. ამ შემთხვევაში წინა ჩამოსვლაზე ჩამოვედი, როდესაც დავინახე ახალგაზრდა წაქცეული ქუჩაში, რომელსაც სახეში ჩაახეთქეს წიხლი სპეცრაცმელებმა, 2 საათში ბილეთი ავიღე და გადმოფრინდი. ახლა განსაკუთრებით ქალბატონი მზიას ბედი მაღელვებს და ყველაზე ემოციურად ამან იმოქმედა ჩემზე. რამე თუ ეს არ არის ერთი ადამიანი და ჟურნალისტი, ეს არის ამ შემთხვევაში ჩემთვის ქართული სახელმწიფოებრიობის სიმბოლო. შეიძლება ძალიან პომპეზურად ჟღერს ეს ყველაფერი, მაგრამ თუ ჩვენ მედიას დავკარგავთ, ეს იქნება ჩვენი ბოლო ბასტიონის დაკარგვა და გავხდებით ტიპიური რუსული სახელმწიფო და არა ისეთი ფინანსურად უზრუნველყოფილი როგორც რუსეთი. ანუ ფინანსური უზრუნველყოფაც არ გვექნება და პოლიტიკურად ვიქნებით აბსოლუტურად განადგურებული. რთული სიტუაცია, ამერიკაშიც რთული სიტუაცია და ჩვენ ტრამპზე რამდენიმეჯერ უკვე ნასაუბრები გვაქვს. საქართველოში, რადგანაც სპორტი გვიყვარს, ვიტყვი რომ მდგომარეობაში, რომელშიც ახლა ვართ, არ არის ეს ფეხბურთი, სადაც გარკვეული დროის განმავლობაში მატჩი უნდა დამთავრდეს. ფრედ ან ერთი მხარე, ან მეორე მხარე გაიმარჯვებს. ეს არის უფრო ჩოგბურთი და რაც უფრო ხანგრძლივია მატჩი, მით უფრო თანაბარია ძალები. ეს მატჩი საკმაოდ გაგრძელდა. ეს იმას მიანიშნებს, რომ ორივე მხარე არის გარკვეული თვალსაზრისით თანაბარი და არც მხარეს დიდი უპირატესობა არ ქონია, რომ ერთმანეთი დაეღალა და მატჩი მოექო. ხო, ნუ ამ მხარეების იდენტიფიცირებაც საჭირო, ალბათ ამ საუბრის დროს ჩვენ ვლაპარაკობთ ქართულ ოცნებაზე, აბსოლუტურ უმრავლესობაზე და რეჟიმზე, თავისი ინფრასტრუქტურით, თავისი რესურსებით. თუმცა ერთი რამ ფაქტია, რომ სტატუს-კვო აშკარად აღარ არის, ხელისუფლებამ დაიწყო იმ ტიპის რესურსების შემოტანა მოედანზე, რომელიც მის დელეგიტიმაციას დამატებით კიდევ ისეთ სახეს აძლევს, როდესაც უკვე ლეგიტიმურობაზეც კი აღარ არის ლაპარაკი, არამედ რეპრესიულ ავტორიტარულ რეჟიმად აქცევს, ხო? ახალი საკანონმდებლო ცვლილებები, არაადეკვატურად გაზრდილი ჯარიმები, ადამიანების მიმართ წნეხის სხვადასხვა მეთოდების გამოყენება. ანუ თანაბარი პირობები მხოლოდ იმაში გამოიხატება, რომ რეჟიმი იძულებული ხდება უფრო მეტად და მეტად დაამძიმოს სიტუაცია ერთის მხრივ, რომ
კონტროლი შეინარჩუნოს პროცესზე და მიუხედავად ამისა მაინც ვერ აჩერებს ამ პროცესს. რა როლი აქვს თქვენ ამ შემთხვევაში როგორც პროფესიონალ იურისტს გეკითხებით ქართულ მართლმსაჯულებას, ქართულ მოსამართლეებს რა როლი შეეძლოთ და შეუძლიათ ეთამაშათ ამ პროცესში? უზარმაზარი როლი ამერიკაში დემოკრატია თუ გადარჩება, ამ ტრამპის ადმინისტრაციას გადარჩება, ეს იქნება სასამართლო ხელისუფლების დამსახურებით, იმიტომ რომ გვაქვს ხელისუფლების დანაწილების კარგად დაფუძნებული პრინციპი ამერიკაში. საქართველოში, რა თქმა უნდა, სასამართლოს დამოუკიდებლობის განადგურება დაიწყო ადრიანად, იმიტომ რომ მოსალოდნელი იყო ასეთი მოვლენების განვითარება და ამ კლანური მმართველობის სრულად გაკონტროლება იყო აუცილებელი ამ ხელისუფლებისთვის. უფრო საჭირო ვიდრე ეს ძალოვანი უწყების განვითარება. და ამას წარმატებით მიაღწია, ამიტომაც ეს არ იყო პროექტი, რომელიც გუშინ დაიწყო, ჩვენ ვიცით რომ ეს პროექტი დაიწყო უკვე ბევრი წელია. მე ვწუხარ რომ 2 წლის წინაც რომ გეკითხათ ჩემთვის ბატონ გიორგი, რას ვფიქრობდი ოცნებაზე ან თავად ივანიშვილზე, მე ვიტყოდი რომ მაინც მეცენატია გაუშვით, გააკეთოთ თავისი საქმე, მადლობა გადაუხადოთ იმ სიკეთესთვის, რაც ხალხს მოუტანა, გარკვეული თვალსაზრისით და წავიდეს. რა თქმა უნდა, მე ეს არ მესმოდა, ვიყავი ცოტა უფრო ნეიტრალურად განწყობილი, ჩემნარი ადამიანები, რა თქმა უნდა, განაწყო ქართულმა ოცნებამ მის წინააღმდეგ და იმიტომაც არ ამგონი ახლა მიდგომა იქნება ერთი ნაბიჯით წინ, ერთი ნაბიჯით უკან. არ ამგონია დიქტატურა დამყარდეს ხვალვე, უბრალოდ ამის ნიშნები რა არსებობს, მაგრამ ეს ხელისუფლებას არ აწყობს, იმიტომ რომ დაკარგავს კიდევ მეტ მხარდამჭერს, მე ქართული ოცნების მხარდაჭერი არასდროს ვიყავი, მაგრამ რაღაც ცოტა ცდილობით, ცოტა ცენტრისტული პოზიცია უგუნურად დამეჭირა. მე მგონი ბევრი ადამიანი არის ამ პოზიციაში. ანუ ერთი ნაბიჯი წინ, ერთი ნაბიჯი უკან გაგრძელდება მანამ სანამ საზოგადოებას არ დახვეს და გარკვეულ ნაწილს ქვეყნიდან არ გააქცევს. მაგრამ მე იმედით ვუყურებ ახლა თქო აქციაზე ვარ ყოველ ღამე ხალხს ქვეყნიდან წასვლა არ უნდა. ყველა ვისაც მე ვესაუბრე, მეუბნება რომ წავიდნენ ისინი, რომლებიც ქართულ სახელმწიფოებრიობას ღუპავენ. მე ეს ქვეყანა მიყვარს და ვიბრძოლებ ბოლომდე. ეს შემართება არის ჩვენი უპირატესობა, მე ამ ხალხის ნაწილად მივიჩნევ თავს, პროდასავლური დემოკრატიული აზროვნების ნაწილად და ეს შემართება არის ჩვენი ერთადერთი უპირატესობა, რის გამოც ეს ჩოგბურთის მატჩი ჯერ კიდევ გრძელდება. და როგორც დავანონსე ჩვენი საუბრის მეორე და ბოლო ნაწილი უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებში განვითარებულ პროცესებს, ტრამპის ახალ ადმინისტრაციას, მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს მინდა რომ მიუძღვნათ, თქვენ დემოკრატების მხარდამჭერი ხართ, როგორც მახსოვს, ყოველთვის ასეთი იყავით და ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს ანუ პოლიტიკური კანკარას აქეთ-იქით გადაქანება არ არის რაღაც ისეთი მოულოდნელი ახალი შემთხვევა, თუმცა ტრამპის ადმინისტრაციის შემთხვევაში მას მაინც ახლავს გარკვეული თავისებურებები, რამაც შეიძლება ამერიკული საზოგადოების შიგნით რყევები გამოიწვიოს. თუმცა იქ სისტემა მდგრადია, მათ შორის პირველ რიგში მართლმსაჯულების. როგორია პირველი რეაქციები იმ გადაწყვეტილებებზე, რომელიც უშუალოდ ამერიკის მოქალაქეებს, ამერიკის შიდა პოლიტიკას, ეკონომიკას, სოციალურ ყოფას ეხება? ახლა არის ისეთი ფაზა, სადაც ხალხი არის გაუგნებული. ტრამპის მოსვლას ახლა ველოდით უკვე პირველად რომ მოვიდა იმის ალბათობა რომ კიდევ გაიმარჯვებდა მით უმეტეს იმ პირობებში სადაც დემოკრატების მხარეზე არ ყავდა ისეთი თვალსაჩინო ძალიან პოპულარული პოლიტიკოსები ამის ალბათობა ყოველთვის იყო მაგრამ ხალხი არის გაუგნებული იმ ფენებშიც კი რომლებმაც მას მხარი დაუჭირეს ეს პროგრამების დაფინანსების შეწყვეტა პირველ რიგში დააწყვება ამ ხალხს ეს არის ესეთი პროგრამები, რომლებიც აფინანსებს მაგალითად კვებას სკოლებში, აფინანსებს თავშესაფარს ძალადობის მსხვერპლთათვის, აფინანსებს ვეტერანთა ქირას. ეს ისეთი საკითხებია, სადაც ტრამპის ამომრჩევლები ძალიან პირდაპირ განიცდიან ამ უარყოფით გადაწყვეტილებას. სასამართლოს იმედი მე მაქვს, თუმცა ბერკეტები არ არის ძალიან ეფექტური, ობიექტურად რომ ვთქვათ, ფედერალური მოსამართლეები უკვე განიხილავენ და უკვე ბევრი გადაწყვეტილება გამოიტანეს, რომ შეაჩერებინონ ტრამპს დაფინანსების შეჩერების გადაწყვეტილება აღმასრულებელი ბრძანება. ნაწილობრივ ტრამპმა ეს გააკეთა, თუმცა წინააღმდეგობასაც უწევს
მოწევს ვენცმა ისიც კითხვა, რომ სასამართლო ხელისუფლება თითქოს დაერევა აღმასრულებელი ხელისუფლების ფუნქციაში, რაც ასეც უნდა მოხდეს, იმიტომ რომ სასამართლო ხელისუფლებას ფუნქცია უნდა იყოს ადამიანების უფლებების დაცვა და სამართლებრივების დაცვა. სასამართლო აკეთებს იმას, რაც საჭიროა. მოსამართლეების არჩევა საერთოდ ამერიკაში ნიშნულოვანია და გარკვეულწილად ეს უჩვეულის, თუმცა გადაწყვეტილებებს, რომლებიც ახლა მიიღება, არის ფედერალური მოსამართლეების მიერ და უფრო დიდი დაქვემდებარებაა ფედერალურ ხელისუფლებასთან. მაგრამ ამ გადაწყვეტილებების აღსრულება უნდა მოხდეს იმ აღმასრულებელი ბიუროს მიერ, court marshals ასე ქვია, რომელიც არის იუსტიციის დეპარტამენტის ნაწილი, სადაც ტრამპმა დიდი წმენდა, ასე რომ ვთქვათ, წყალებში ჩაატარა უკვე და კრიტიკული საკადრო ცვლილებები უკვე გადახორციელა. ვარს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე ალბათ ვერავინ ვერ იტყვის, მაგრამ ამის გაჭიანურების შესაძლებლობა არის, მაგალითად ვენსი წავიდა და თქვა, რომ კი აღვასრულებთ გადაწყვეტილებას, მაგრამ არ იყო კონკრეტულად ჩამოთვლილი ის პროგრამები, რომლის დაფინანსებაზე იყო საუბარი. მოსამართლემ ეს გააკეთა და დაუპირისპირდა ამ იარაღით. კიდევ ერთ რამეს ვიტყვით და ვიცი რომ კითხვა გაქვს, მე მაინც ვფიქრობ, რომ რაც უფრო მეც შეცდომას დაუშვებს ტრამპი და შეცდომები იქნება უამრავი, ეს დაგვეხმარება შუალედურ არჩევნებში, რომლებიც წინახევარში მოდის, ეს ეხება წარმომადგენლობითი პალატის ყველა კონგრესმენს და მესამეც სენატის მესამეც. იქ თუ ჩვენ ამას გამოვიყენებთ და დემოკრატებს დავაბრუნებთ ხელისუფლების სადავეებში, ეს დაგვეხმარება ამ პირველი ვადის ბოლომდე მიყვანაში, ისე რომ ქვეყანა არ დავაქციოთ, ასე რომ ვთქვათ. ჩემი ბოლო კითხვა უკავშირდება ამ თქვენს ბოლო ფრაზებს. მარტო ტრამპის შეცდომებზე თუა დამოკიდებული დემოკრატების წარმატება შეიძლება იყოს პრობლემა, იმიტომ რომ თავად ტრამპიზმი მისი გამარჯვებაც დიდწილად მაინც დამოკიდებული იყო იმ ობიექტურ გარემოებებზე, რომელიც შეიქმნა ბოლო წლების განმავლობაში დემოკრატების მიერ წარმოებული პოლიტიკის შედეგად. რამდენად თვითკრიტიკული გახდა დემოკრატული პოლიტიკური ისტაბლიშმენტი, რომ საკუთარი შეცდომების რევიზიაც მოეხდინა არჩევნებში დამარცხების შემდეგ, როგორ ვატყობთ თქვენ? სამწუხაროდ გეთანხმებით. ეს მახსენებს 2007 წელს, არ ვიცი გახსოვთ თუ არა ბატონ გიორგი, როდესაც Tea Party მოძრაობა დაიწყო, ძალიან რადიკალური მემარჯვენე კონსერვატორული მოძრაობა, რომელმაც ბევრი ადგილი დაიკავეს კონგრესშიც კი. ამან გამოიწვია ცენტრისტული და მემარცხენე ძალების გამოფხიზლება და რა მოყვა ამას? ობამას 2 ვადით არჩევა. მე ფიქრობ, რომ რაღაც დაახლოებით იგივე სცენარიო შეიძლება განვითარდეს, თუმცა ტრამპის გადაწყვეტილებების წინასწარმეტყველება არის ძალიან რთული უკრაინასთან მიმართებაშიც და შიდა პოლიტიკასთან მიმართებაშიც. ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში სტუმრობისთვის, მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხარ და იბრძი იმისთვის, რისიც გწამს საქართველოში. პრობლემები ყველგან არის, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატებისგან ის განმოსხვავებს, რომ დემოკრატიული სისტემა თავის თავში იტევს დემოკრატიული პროცესის პერსპექტივას, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს ეს რომელიმე მხარისთვის. საქართველოში პრინციპში ქართული სახელმწიფოს გადარჩენა არ გადარჩენის, ქართული დემოკრატიის გადარჩენა არ გადარჩენის საკითხი დგას და ამიტომაც ხედავთ ხშირად ამ ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენს დედაქალაქში, ჩვენს ქუჩებში.